დადებითი შეფასებები მივიღეთ, თუმცა რა თქმა უნდა აღნიშნული არის გარკვეული რისკები და გამოწვევები, რაზეც ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ მუშაობას და გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ მუშაობას. პირველ რიგში რაც შეეხება ფასების სტაბილურობას, ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვევით ნარჩუნდება. ეს აღწერილიც არის სავალუტო ფონდის დასკვნაში. 2023-24 წლების საშუალო ინფლაციამ 1.8% შეადგინა. საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი არის კარგად კაპიტალიზებული, აქტივების კარგი ხარისხით, საკმარისი ბუფერებით, რაც გვაძლევს იმედს, რომ გაზრდილი საერთაშორისო გაურკვევლების პირობებში სხვადასხვა რისკს კვლავაც გამომკლავდება ჩვენი საფინანსო სისტემა, როგორც ამას აქამდე წარმატებით აკეთებს. ეკონომიკურის დასთან მიმართებაში წინა შეფასებასთან შედარებით, რომელიც იყო 6%, გაიზარდა 7.2%-მდე. ასევე საბიუჯეტო დეფიციტთან მიმართებაში, რომელიც გვაქვს დაახლოებით 2.4-2.5%-ის პარგლებში, ჩვენი პროგნოზით და ფონდის პროგნოზით ამ ნაწილში სრულად თანხვედრაშია და ასევე ვალთან მიმართებაში, მთავრობის ვალთან მიმართებაში, რომელიც იცით რომ გასულ წელს 36%-მდე შემცირდა და ვალის რომელიც არის ესე ვთქვათ, ბევრად უფრო დაბალი ვიდრე უსაფრთხო ნიშნული ვალის საქართველოსთვის და ამ ნაწილშიც ვფიქრობთ რომ ერთობლივად ვფიქრობთ რომ ვალის ეს დონე ქვეყანას შეინარჩუნებს. რამოდენიმე რისკს გაუსამხას საქართველოსთან მიმართებით. მათი გამოძახილი საქართველოზე იქნება შემდეგი ახალი სანქციები, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს საქართველოზე, თუ მატერიალიზებული იქნეს სანქციები. საქართველოს წინაშე არსებობს გამოწვევები უმუშევრობის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული წვეთის გათვალისწინებით. საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა, ძლიერია მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკა არის მყარი. საქართველოს აქვს ძლიერი პოზიცია, რომ გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა, თუმცა არის გარკვეული საქმეები დარჩენილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეს გრძელვადიან პერიოდში.